რეგიონული განვითარების მინისტრი დღეს ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება. დავით არმანია მათ 2014 წლისთვის დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აცნობს. მინისტრმა აქცენტი ინფრასტრუქტურულ და წყალმომარაგების პროექტებზე გააკეთა. მან ასევე მიაწოდა კომპანიებს ინფორმაცია თუ რა პირობები უნდა დააკმაყოფილონ მათ სხვადასხვა პროექტის განხორციელებისთვის. შეხვედრა შერატონ მეტეხი პალაში დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით ტარდება. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საკმაოდ მოცულობითი ბიუჯეტი გვაქვს ჩვენ 2014 წლისთვისაც და განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ არის ახალი მიმართულებით პროექტებიც, რაც წინა წელს შედარებით უფრო შეზღუდული მოცულობით იყო. ეს არის წყალმომარაგების სამუშაოებთან დაკავშირებით 25 მუნიციპალიტეტში საქალაქო ტიპის დასახლებებში წყალმომარაგების პროექტები, რომლის სატენდერო დოკუმენტაციაც მზადების პროცესშია და დაიწყება ეტაპობრივად ტენდერების გამოცხადება. ავტომაგისტრალებზე და მეორადი კატეგორიის გზებზე მშენებლობების თვალსაზრისით 250 კილომეტრამდე სხვადასხვა მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები იქნება და ამასთან დაკავშირებითაც გამოცხადდება ტენდერები. ინფორმირებულობა არის უმნიშვნელოვანესი კომპანიებისა, რადგანაც კომპანიებსაც დასაგეგმი აქვს თავიანთი წელი, შესაბამისად უნდა იცოდნენ რა პროექტები შეიძლება განხორციელდეს, სად შეიძლება მიიღონ მონაწილეობა, რა პროცედურებით შეიძლება განხორციელდეს ის, შესაბამისი კადრი, სპეციალისტები, ტექნოლოგიური პროცესები, ტექნიკა, აი ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დროს მოითხოვს და ამდენად წლის დასაწყისი აი ესეთი შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ჯგუფს ზოგადად მომზადებული გვაქვს რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ახალი წარმოების შექმნასთან მიმართულებით და მე ვფიქრობ, მინისტრი დაინტერესდება ამ პროექტებით, საუბარია რამოდენიმე ასეულ ახალ სამუშაო ადგილზე და გვინდა ასევე ვისაუბროთ იმ პრობლემატიკაზე, იმ ძირითად ხელისშემშელ ფაქტორებზე, რაც ამ პროექტების განხორციელებას უშლის ხელს.